ვაგრძელებთ მეორე ნაწილს, ანუ როგორც გითხარით, ჩვენ საკუთარი თავის შესახებაც შევეცადე მელაპარაკა ლექციებში. გარდა იმისა გითხარით, რომ ჩვენ გენეტიკურად არანაირ წმინდა რასა არა ვართ, რომ ჩვენ ასევე მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი, რომ რატომ მოვიშინაუროთ ცხოველები, აი დღეს ძალიან გავრცელებულია არა მარტო ყოველდღიურ ან არა მარტო ეს ეგრეთ წოდებული საღაზრში, ან ყოველდღიურ დისკურსში, არამედ მეცნიერებაში ძალიან გავრცელებული არის აზრი, რომ ადამიანო ცხოველი მოიშინაურა მერკანტილურ მიზეზებზე, ანუ მოშივდა, მოწყურდა, მცენარეს მაგიტომ მოიშინაურა ეს, ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი. ნუ ჩვენ აქ ნახეთ, განვიხილეთ ყველა ეს თეორია, აი ამ სელექციო კურსის განმავლობაში და ნახეთ, რომ ძალიან საეჭვოა, რომ ადამიანს მოეშინაურებია ცხოველი მერკანტილური მიზნებით, იმიტომ ძალიან დიდი დრო დაჭირდებოდა მოშინაურებული ცხოველის მიღებას და პირველ ყოფილი ადამიანი ვერ დაგეგმავდა ასე შორს მიმავლად თავის ცხოვრებას. ჩვენ ნახეთ, რომ მოშინაურებას შესაძლებელია მოშინაურებას საფუძვლად ეძოს მარტოსულობა, ანუ მამრი ნეანდერტალელები, რომლებიც ეძებდნენ საფუძველს, მათ ორგანიზმში გამოყოფილიყო ენდორფინები, რომელიც მათ აკლდათ, იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ ეს სოციალური ბედნიერების შეგრძნება, იმიტომ რომ ისინი არ ცხოვრობდნენ დიდ ტომთან ერთად, ანუ არ ცხოვრობდნენ მოხუცებთან, ქალებთან და ბავშვებთან ერთად. შესაბამისად, მათ მოაშინაურეს მცენარეები და ცხოველები, იმიტომ რომ მათ ორგანიზმში ამიტომ მოფერებით თუ ურთიერთობით თუ დალევით დაუშვათ იმისი სპირტიანი სასმელების გამოყოფილიყო ენდორფინი და რაც მათ ფსიქიკური სიჯანსაღეს და სიჯანსაღეს შეუწყობდა ხელს. შესაბამისად, როგორც გითხარით, ამიტომაც არის, რომ პირველი მოშინაურებული მცენარეები არიან ის მცენარეები, მაგალითად ბრინჯი, ვაზი, ლეღვი, ძალიან წალკოხული ადვილად გამოიყოფა და ადვილად კეთდება და პირველი მოშინაურებული ცხოველი არის ძაღლი, რომელიც ძალიან ადვილად შემოდის, მგელი, რომელიც ძალიან ადვილად შემოდის კომუნიკაციაში და ამიტომ მასთან კონტაქტი არის ადვილი. ასე რომ პირველი მოშინაურების საფუძველი იყო არა მერკანტილური, არა შიმშილი, არამედ ეს იყო რა თქმა უნდა ორგანიზმის შიმშილი, ოღონდ არა საჭვლის, არამედ ენდორფინების, ენდოგენური ოპიოიდების, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ თავი ვიცნოთ ჯანმრთელად და ჯანსაღად. გარდა ამისა, ჩვენ ნახეთ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული ცხოვრების წესის საფუძველი არის წინასწორიული წინაპრის ქცევაში და ეს ნახეთ, რომ ეს ეხება არა მარტო იმას არა მარტო დასაფლავებას, როგორც გელაპარაკეთ, არამედ ეს ეხება, ნუ მაგალითად ისეთ მნიშვნელოვან მომენტს, როგორც არის ქრისტიანობის წარმოშობა იმდენად ქრისტიანობის სოფლიო რელიგიად ქცევა, აი ნახეთ თქვენ წინა ლექციებში, რომ ქრისტიანობის სოფლიო რელიგიად ქცევა ძალიან არის დამოკიდებული სწორედ იმ ქცევის ტიპზე, რომელიც ჩამოყალიბდა პირველ ყოფილ ადამიანთა საზოგადოებაში. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ თუ რა მნიშვნელოვანი არის და ვილაპარაკეთ ასევე ბევრი ჰომოსექსუალური ქცევის შესახებ, ვნახეთ, რომ ჰომოსექსუალური ქცევა არაფერს არ შეიძლება ჩვენ განვიხილოთ როგორც გადახრა, რომ ეს არის ადამიანის ევოლუციური წარმოშობის, ადამიანის ევოლუციური განვითარების ეფექტი, რომელიც არანაირად დაგეგმილი არ იყო, მაგრამ ასევე ვნახეთ, რომ ესე რომ არ ყოფილიყო, ესე იგი ეს არის, ასე ვთქვათ, პერფორმანსული ქცევის შედეგი, როგორც გითხარით, შეიძლება ჰომოსექსუალური ქცევა განვიხილოთ როგორც წარმოშობილი ქცევა ისტორიულად, აი ამ პერფორმანსის უნარის მქონე ხალხის გადარჩევის შედეგად გითხარით თქვენ, რომ ეს არის დამოკიდებული რაღაც აქმის ბიუჯეტზე, რომელიც ჰომოსექსუალური ადამიანის ტვინში არის სხვანაირი ვიდრე ჰეტეროსექსუალური ადამიანების ტვინში, განვიხილეთ როგორია ეს ჰომოსექსუალური ქცევა ცხოველებში, როგორია ადამიანებში, რატომ არის ადამიანებში ეს უფრო მეტი პროცენტი, გაცილებით მეტი პროცენტი ვიდრე ცხოველებში და თავარი დავიწყეთ ლაპარაკი, ხო, თავარი არის ყოველთვის კითხვის დასმა და ეს ევოლუციური მიდგომა ყოველთვის გვეხმარება ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში, მაგალითად თუ როგორც ეხლა არის, ხო, ტრადიციულ საზოგადოებებში შეხედულება ჰომოსექსუალურ ქცევაზე, ხო, თუ ესეთი იყო ყოველთვის, ხო, ეს ჰომოსექსუალური ქცევა, მაშინ როგორ მოხდა, რომ ჰომოსექსუალური ქცევის ადამიანები კიდევ იბადებიან, ხო, როგორ შენარჩუნდა ეს 30000 წლის განმავლობაში. როგორც ჩვენ ნახეთ ამ სალექციო კურსის განმავლობაში, ჰომოსექსუალური ქცევა იყო არა მხოლოდ არ იყო
რეპრესიის ქვეშ მოქცეული ქცევა, არამედ გარკვეულ საზოგადოების განვითარების გარკვეულ ეტაპზე, უკვე ისტორიულ ეტაპზეც კი ის იყო ხელშეწყობილი და შესაბამისად ასეთი ქცევის ადამიანების გამრავლებაც ასევე იყო ხელშეწყობილი საზოგადოების მიერ. ასევე ჩვენ განვიხილეთ საინტერესო მომენტი აუტიზმის ნეანტერალური თეორია, ну ნახეთ რომ აუტიზმის ნეანტერალური თეორია პრინციპში დღეს უკვე ეს უარყოფილია, მაგრამ ეს გვეხმარება გავიგოთ სხვა საფუძველი და გვიბიძგებს გავიგოთ სხვა საფუძველი აუტისტური ქცევის, ისევე როგორც ეპილეფსიური ქცევის და ვნახოთ აი სწორედ პირველი ადამიანების ჩამოყალიბებაში მათი საფუძველი. ანუ აუტიზმი ეს არის იმ კვლევითი უნარის ადრე ჩართვა, რომელიც გამოიმუშავეს ნეანდერტალებმა თავიანთ საზოგადოებაში, ხოლო ეპილეფსია ეს არის იმ პერფორმანსის უნარის ადრე ჩართვა, რომელიც გამოიმუშავეს ჰომო საპიენსებმა თავის საზოგადოებაში. ანუ ორივე შემთხვევაში როგორც ჩანს და თანამედროვე კვლევები ამას ალბათ მალე საბოლოოდაც დაამტკიცებენ, რომ ესე იგი რა გარკვეული ტოქსინები აჩქარებენ ამა თუ უნარის ჩართვას, ანუ ჰომო საპიენსების შემთხვევაში ეს არის არტისტული პერფორმანსის უნარი, ნეანდერტალური წინაპრის შემთხვევაში ეს არის კვლევითი უნარი და ორივე შემთხვევაში ბავშვი რომელსაც ეს ეწყება, მან არ იცის, არ აქვს სოციალური აღზრდით მიღებული ის პასუხი ამ იმაზე, აი ამ უნარის ჩართვაზე, ხო? ეხლა რო გითხარით მე თქვენ რომ ესე იგი აუტიზმი ეს არის თინეიჯერული განწყობების და მიდრეკელებების ჩართვა, იმაში ბავშვი რომელსაც არაფერი არ აქვს ნასწავლი, როგორ უნდა მოერიოს ამ თავის თავში აი ამ ენდოგენური ოპიოიდების ნაკლებობას, იგივე ხდება ეპილეფსიის შემთხვევაში, როდესაც ის ემართება პატარა ბავშვს. ანუ ეს არის სწორედ ის გადახრები, რომელიც ჩვენ ევოლუციურად მივიღეთ. ანუ ჩვენ მივიღეთ ევოლუციურად მიდრეკილება ნეანდერტალებისაგან მივიღეთ მიდრეკილება კვლევაზე, კიდე ჰომო საპიენსებიდან მივიღეთ მიდრეკილება არტისტულ პერფორმანსზე. რა თქმა უნდა, ჩვენში ეს ძალიან არეულია, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ის სტატისტიკური მასალა, რომელზეც მე გელაპარაკე, გვეხმარება აი ამ ერთი შეხედვით უცნაური ჰიპოთეზის გაგებაში, რომ ძალიან მაღალი პროცენტი არის ეპილეფსიის იმაში სუბსაჰარის აფრიკაში და ფაქტობრივად იქ არ არის აუტიზმი და ძალიან მაღალი პროცენტი არის იმის აუტიზმის არა აფრიკაში. ანუ ეს რაზე მიგვიწევს და ამავე დროს, როგორც გითხარით, ძალიან ბევრ შემთხვევაში, სადღაც 30%-ში აუტისტი ბავშვების ვითარდება ეპილეფსია. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზმი არის მოწოდებული იმისაკენ, რომ უპასუხოს ენდოგენური ოპიოიდების ნაკლებობას, როგორც ესე იგი ეპილეფსიით, ასევე აუტიზმით. სუბსაჰარის აფრიკაში ეს პასუხი არის ეპილეფსიური ქცევა, ეპილეფსიის გამოვლენა. თუმცა და როგორც გითხარით, როგორც ჩანს, ეს ორივე შემთხვევაში ეს არის აი რაღაცა ტოქსინების გამო, რომელიც მუშავდება ჩვენს კულტურაში, ამ ტოქსინების გამო აი ამ ორივე უნარის და ორივე სურვილის ადრეული ჩართვა, როცა პატარა ბავშვმა არ იცის როგორ უნდა გაუკლავდეს აი ამ სურვილს, აი ამ მიდრეკილებას, აი ამ სწრაფვას, რომელიც მას წარმოეშვება და გითხარით, რომ იმაში არა აი ამ გადახრების და არა მაშულობის მქონე ადამიანებში ეს როცა წარმოეშვება ეს მიდრეკილება და ეს სწრაფვა, მათ ნასწავლი აქვთ თავიანთი სოციალიზაციის განმავლობაში განათლებით აღზრდით ნასწავლი აქვს, როგორ უნდა მოიქცენ ამ შემთხვევაში, ხო? აი ესე იგი აი რო გითხარით მე თქვენ რომ თინეიჯერის მაგალითად, როცა თინეიჯერს აღარ ყოფნის დაუშვათ ის სიამოვნება, რომელსაც იზღებს თამაშიდან, დედის მოფერებიდან, მის იწყებს სხვა რაღაცეებს კეთებას. ეს სხვა რაღაცეები მას ასე თუ ისე ნასწავლი აქვს, სანამ თინეიჯერობამდე მივიდოდა. ბავშვი, რომელიც არის 2 წლის ნაწილი ნახევარს, მას არაფერი მსგავსი ნასწავლი არ აქვს, ამიტომაც ის ვარდება აუტისტურ ქცევაში. აი ესეთი საინტერესო რაღაცები შეიძლება გვითხრას ევოლუციური მიდგომა, თუ კი ამ ესე იგი დასმულ კითხვებს შევხედავთ ევოლუციური პერსპექტივიდან. ეხლა არის ნეგატიური ამ სალექციო კურსში, რაც თქვენ შეიძლება ასევე მიიღოთ მარტო პოზიტიური არ, ხო, ასევე შეიძლება მიიღოთ ნეგატიური მხარე ამ ლექციის. ნეგატიური მხარე რა არის, რომ თქვენ ამის მერე შეიძლება აღარ იყოს ძალიან სერიოზული. ანუ ეს ნიშნავს იმას, ძალიან სერიოზულად აღარ შეხედოთ ტრადიციებს, ძალიან სერიოზულად აღარ შეხედოთ წესებს, ძალიან სერიოზულად აღარ შეხედოთ სიყვარულსაც, ყოველთვის კარგი არ არის სხვა შორის. თქვენ უფრო მეტი იცით იმის შესახებ, რაც არ იცით, ვიდრე მანამდე იცოდით, ანუ თქვენი წარმოდგენები და თვალსაჩინო გაფართოვდა, შესაბამისად უფრო მეტი შეხება გაქვთ იმასთან, რაც არ იცოდით, ვიდრე მანამდე.
და შეიძლება რაც ყველა ცუდია ამ ლექციების შედეგებიდან შეიძლება გაგიჩნდეთ აღმატებულობის წარმოქმნა, შეგრძნება, იმიტომ რომ რაღაცები იცით იმაზე უფრო მეტი, ვისაც ეს სალექციო კურსი არ მოусმენა, მაგალითად იცით რა უდევს საფუძვლად იმას დასაფლავებას რა უდევს საფუძვლად მონოზნობას იცით, რატომ გახდა ქრისტიანობა მსოფლიო რელიგია. მაგრამ ეს არანაირად არ არის. სწორი თქვენ, რა თქმა უნდა, ეს დაგეხმარებათ გაიგოთ ბევრი რაღაცა და ესეთ ევოლუციური მიდგომით რაღაცაზე პასუხი მოძებნოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ამითი დაუპირისპირდეთ საზოგადოებას. ეს სალექციო კურსი და ასევე ევოლუციური მიდგომა ეს არის ინტელექტუალური ექსპერიმენტი და ინტელექტუალური ექსპერიმენტი ყოველთვის გეხმარება თქვენ უფრო არა მარტო ადვილად შეხედოთ ცხოვრებას, არამედ ამავდროულად უფრო რაღაცა კითხვებზე ნახოთ პასუხები. შეიძლება ეს იყოს, რომ ძალიან სერიოზულად არ შეხედოთ იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება და პირიქით შეხედოთ უფრო შემწყნარებლურად, ვიდრე ამას აქამდე უყურებთ. მაგალითად, თუ იცით, რომ რაღაცა ტრადიცია არის არა რაღაცა სისულელე, როგორც ხშირად ამბობენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, არამედ ეს არის ძალიან დიდი ხნის ქცევის შედეგად ჩამოყალიბებული, სადღაც 30000 შეიძლება 500000 წლის წინა ქცევის შედეგად ჩამოყალიბებული. ამ ტრადიციას შეხედოთ უფრო ადვილად, უფრო მარტივად, იმიტომ რომ იტყვით, რომ ხო, ადამიანი ესეთი ახლა უნდა ქნა, ხო, თქვენ მედემას ვერ შეცვლით. და თავარი რაც არის, ანუ ეს სალექციო კურსი და ის ცოდნა, რომელიც მან შეიძინეთ და კონსტრუქციის კონსტრუირება, რომელიც მოახდინეთ საკუთარ თავში, ამ სალექციო კურსის შედეგად უბრალოდ თქვენ უფრო მეც სწავლობთ ამით იმის შესახებ, რაც კიდევ უნდა ისწავლოთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებაში. აი სულ პრინციპში ეს მინდოდა მეთქვა, იმედი მაქვს, რომ საინტერესო სალექციო კურსი იყო და იმედი მაქვს, რომ თქვენ შეძლებთ აი ამ სალექციო კურსით გამოყენება, ამ სალექციო კურსით მიღებული ცოდნის და კონსტრუირებული ცოდნის გამოყენებას თქვენ შემდგომ ცხოვრებაში, თქვენ სპეციალობის არჩევაში, თქვენს ურთიერთობაში, როგორც თქვენ თანამშრომლებთან, ასევე ზოგადად სოციალურ სისტემაში ურთიერთობაში, გისურვებთ წარმატებას. ვაგრძელებთ მეორე ნაწილს, ანუ როგორც გითხარით, ჩვენ საკუთარი თავის შესახებაც შევეცადე მელაპარაკა ლექციებში. გარდა იმისა გითხარით, რომ ჩვენ გენეტიკურად არანაირ წმინდა რასა არა ვართ, რომ ჩვენ ასევე მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი, რომ რატომ მოვიშინაუროთ ცხოველები, აი დღეს ძალიან გავრცელებულია არა მარტო ყოველდღიურ, ანუ არა მარტო ეს ეგრეთ წოდებული საღაზრში, ანუ ყოველდღიურ დისკურსში, არამედ მეცნიერებაში ძალიან გავრცელებული არის აზრი, რომ ადამიანმა ცხოველი მოიშინაურა მერკანტილური მიზეზებით, ანუ მოშივდა, მოწყურდა, მცენარეს მაგიტომ მოიშინაურა ეს, ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი. ჩვენ აქ ნახეთ, განვიხილეთ ყველა ეს თეორია, აი ამ სალექციო კურსის განმავლობაში და ნახეთ, რომ ძალიან საეჭვოა, რომ ადამიანს მოეშინაურებია ცხოველი მერკანტილური მიზნებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო დაჭირდებოდა მოშინაურებული ცხოველის მიღებას და პირველ ყოფილი ადამიანი უბრალოდ ვერ დაგეგმავდა ასე შორს მიმავალ თავის ცხოვრებას. ჩვენ ნახეთ, რომ მოშინაურებას შესაძლებელია მოშინაურებას საფუძვლად ედოს მარტოსულობა, ანუ მამრი ნეანდერტალელები, რომლებიც ეძებდნენ იმას ეძებდნენ საფუძველს, მათ ორგანიზმში გამოყოფილიყო ენდორფინები, რომელიც მათ აკლდათ, იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ აი სოციალური ბედნიერების შეგრძნება, იმიტომ რომ ისინი არ ცხოვრობდნენ დიდ ტომთან ერთად, ანუ არ ცხოვრობდნენ მოხუცებთან, ქალებთან და ბავშვებთან ერთად. შესაბამისად, მათ მოაშინაურეს მცენარეები და ცხოველები, იმიტომ რომ მათ ორგანიზმში ამიტომ მოფერებით თუ ურთიერთობით თუ დალევით დაუშვათ იმისი სპირტიანი სასმელების გამოყოფილიყო ენდორფინი და რაც მათ ფსიქიკურ სიჯანსაღეს და სიჯანსაღეს შეუწყობდა ხელს. შესაბამისად, როგორც გითხარით, ამიტომაც არის, რომ პირველი მოშინაურებული მცენარეები არიან ის მცენარეები, მაგალითად ბრინჯი, ვაზი, ლეღვი, ძალიან წალკოხოლი ადვილად გამოიყოფა და ადვილად კეთდება და პირველი მოშინაურებული ცხოველი არის ძაღლი, რომელიც ძალიან ადვილად შემოდის, მგელი, რომელიც ძალიან ადვილად შემოდის კომუნიკაციაში და ამიტომ მასთან კონტაქტი არის ადვილი. ასე რომ პირველი მოშინაურების საფუძველი იყო არა მერკანტილური, არა შიმშილი, არამედ ეს იყო რა თქმა უნდა ორგანიზმის შიმშილი, ოღონდ არა საჭვლის, არამედ ენდორფინების, ენდოგენური ოპიოიდების, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ თავი ვიცნოთ ჯანმრთელად და ჯანსაღად. გარდა ამისა, ჩვენ ნახეთ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული ცხოვრების წესის საფუძველი არის წინასწორიული წინაპრის ქცევაში და ეს ნახეთ, რომ ეს ეხება არა მარტო იმას. არა
მარტო დასაფლავებას როგორც გელაპარაკეთ, არამედ ეს ეხება მაგალითად ისეთ მნიშვნელოვან მომენტს, როგორც არის ქრისტიანობის წარმოშობა იმდენად არა, ქრისტიანობის სოფლიო რელიგიად ქცევა, აი ნახეთ თქვენ წინა ლექციებში, რომ ქრისტიანობის სოფლიო რელიგიად ქცევა ძალიან არის დამოკიდებული სწორედ იმ ქცევის ტიპზე, რომელიც ჩამოყალიბდა პირველყოფილ ადამიანთა საზოგადოებაში. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ თუ რა მნიშვნელოვანი არის და ვილაპარაკეთ ასევე ბევრი ჰომოსექსუალური ქცევის შესახებ, ვნახეთ, რომ ჰომოსექსუალური ქცევა არაფერს არ შეიძლება ჩვენ განვიხილოთ როგორც გადახრა, რომ ეს არის ადამიანის ევოლუციური წარმოშობის, ადამიანის ევოლუციური განვითარების ეფექტი, რომელიც არანაირად დაგეგმილი არ იყო, მაგრამ ასევე ვნახეთ, რომ ესე რომ არ ყოფილიყო, ესე იგი ეს არის, ასე ვთქვათ, პერფორმანსული ქცევის შედეგი, როგორც გითხარით, შეიძლება ჰომოსექსუალური ქცევა განვიხილოთ როგორც წარმოშობილი ქცევა ისტორიულად, აი ამ პერფორმანსის უნარის მქონე ხალხის გადარჩევის შედეგად გითხარით თქვენ, რომ ეს არის დამოკიდებული რაღაც აქმის ბიუჯეტზე, რომელიც ჰომოსექსუალური ადამიანის ტვინში არის სხვანაირი ვიდრე ჰეტეროსექსუალური ადამიანების ტვინში, განვიხილეთ როგორია ეს ჰომოსექსუალური ქცევა ცხოველებში, როგორია ადამიანებში, რატომ არის ადამიანებში ეს უფრო მეტი პროცენტი, გაცილებით მეტი პროცენტი ვიდრე ცხოველებში და თავარი დავიწყეთ ლაპარაკი, ხო, თავარი არის ყოველთვის კითხვის დასმა და ეს ევოლუციური მიდგომა ყოველთვის გვეხმარება ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში, მაგალითად თუ როგორც ეხლა არის, ხო, ტრადიციულ საზოგადოებებში შეხედულება ჰომოსექსუალურ ქცევაზე, ხო, თუ ესეთი იყო ყოველთვის, ხო, ეს ჰომოსექსუალური ქცევა, მაშინ როგორ მოხდა, რომ ეს ჰომოსექსუალური ქცევის ადამიანები კიდევ იბადებიან, ხო, როგორ შენარჩუნდა ეს 30000 წლის განმავლობაში. როგორც ჩვენ ნახეთ ამ სალექციო კურსის განმავლობაში, ჰომოსექსუალური ქცევა იყო არა მხოლოდ არ იყო რეპრესიის ქვეშ მოქცეული ქცევა, არამედ გარკვეული საზოგადოების განვითარების გარკვეულ ეტაპზე, უკვე ისტორიულ ეტაპზეც კი ის იყო ხელშეწყობილი და შესაბამისად ასეთი ქცევის ადამიანების გამრავლებაც ასევე იყო ხელშეწყობილი საზოგადოების მიერ. ასევე ჩვენ განვიხილეთ საინტერესო მომენტი აუტიზმის ნეანტერალური თეორია, ნახეთ, რომ აუტიზმის ნეანტერალური თეორია პრინციპში დღეს უკვე ეს უარყოფილია, მაგრამ ეს გვეხმარება გავიგოთ სხვა საფუძველი და გვიბიძგებს გავიგოთ სხვა საფუძველი აუტისტური ქცევის, ისევე როგორც ეპილეფსიური ქცევის და ვნახოთ აი სწორედ პირველი ადამიანების ჩამოყალიბებაში მათი საფუძველი. ანუ აუტიზმი ეს არის იმ კვლევითი უნარის ადრე ჩართვა, რომელიც გამოიმუშავეს ნეანდერტალებმა თავიანთ საზოგადოებაში, ხოლო ეპილეფსია ეს არის იმ პერფორმანსის უნარის ადრე ჩართვა, რომელიც გამოიმუშავეს ჰომო საპიენსებმა თავის საზოგადოებაში. ანუ ორივე შემთხვევაში როგორც ჩანს და თანამედროვე კვლევები ამას ალბათ მალე საბოლოოდაც დაამტკიცებენ, რომ ესე იგი რა გარკვეული ტოქსინები აჩქარებენ ამა თუ უნარის ჩართვას, ანუ ჰომო საპიენსების შემთხვევაში ეს არის არტისტული პერფორმანსის უნარი, ნეანდერტალური წინაპრის შემთხვევაში ეს არის კვლევითი უნარი და ორივე შემთხვევაში ბავშვი რომელსაც ეს ეწყება, მან არ იცის, არ აქვს სოციალური აღზრდით მიღებული ის პასუხი ამ იმაზე, აი ამ უნარის ჩართვაზე, ხო? ეხლა რო გითხარით მე თქვენ, რომ ესე იგი ეს აუტიზმი ეს არის თინეიჯერული განწყობების და მიდრეკელებების ჩართვა, იმაში ბავშვი, რომელსაც არაფერი არ აქვს ნასწავლი, როგორ უნდა მოერიოს ამ თავის თავში აი ამ ენდოგენური ოპიოიდების ნაკლებობას, იგივე ხდება ეპილეფსიის შემთხვევაში, როდესაც ის ემართება პატარა ბავშვს. ანუ ეს არის სწორედ ის გადახრები, რომელიც ჩვენ ევოლუციურად მივიღეთ. ანუ ჩვენ მივიღეთ ევოლუციურად მიდრეკილება ნეანდერტალებისაგან მივიღეთ მიდრეკილება კვლევაზე, კიდე ჰომო საპიენსებიდან მივიღეთ მიდრეკილება არტისტულ პერფორმანსზე. რა თქმა უნდა, ჩვენში ეს ძალიან არეულია, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ის სტატისტიკური მასალა, რომელზეც მე გელაპარაკეთ, გვეხმარება აი ამ შეხედვით უცნაური ჰიპოთეზის გაგებაში, რომ ძალიან მაღალი პროცენტი არის ეპილეფსიის იმაში სუბსაჰარის აფრიკაში და ფაქტობრივად იქ არ არის აუტიზმი და ძალიან მაღალი პროცენტი არის იმის აუტიზმის არა აფრიკაში. ანუ ეს რაზე მიგვიწევს, ხო, და ამავე დროს, როგორც გითხარით, ძალიან ბევრ შემთხვევაში, სადღაც 30%-ში აუტისტი ბავშვების ვითარდება ეპილეფსია. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზმი არის მოწოდებული იმისაკენ, რომ უპასუხოს ენდოგენური ოპიოიდების ნაკლებობას, როგორც ესე იგი ეპილეფსიით, ასევე აუტიზმით. სუბსაჰარის აფრიკაში ეს პასუხი არის ეპილეფსიური ქცევა, ეპილეფსიის გამოვლენა
თუმცა და როგორც გითხარით, როგორც ჩანს, ეს ორივე შემთხვევაში ეს არის აი ამ რაღაცა ტოქსინების გამო, რომელიც მუშავდება ჩვენს კულტურაში, ამ ტოქსინების გამო აი ამ ორივე უნარის და ორივე სურვილის ადრეული ჩართვა, როცა პატარა ბავშვმა არ იცის როგორ უნდა გაუკლავდეს აი ამ სურვილს, აი ამ მიდრეკილებას, აი ამ სწრაფვას, რომელიც მას წარმოეშვება და გითხარით, რომ იმაში არა, ესე იგი, არა აი ამ გადახრების და არა მაშულობის მქონე ადამიანებში ეს როცა წარმოეშვება ეს მიდრეკილება და ეს სწრაფვა, მათ ნასწავლი აქვთ თავიანთი სოციალიზაციის განმავლობაში განათლებით ახსნით ნასწავლი აქვს როგორ უნდა მოიქცენ ამ შემთხვევაში, ხო? აი ესე იგი აი რო გითხარით მე თქვენ რომ თინეიჯერის მაგალითად, თინეიჯერს აღარ ყოფნის დაუშვათ ის სიამოვნება, რომელსაც იზღებს თამაშიდან, დედის მოფერებიდან, მის იწყებს სხვა რაღაცების კეთებას. ეს სხვა რაღაცები მას ასე თუ ისე ნასწავლი აქვს, სანამ თინეიჯერობამდე მივიდოდა. ბავშვი, რომელიც არის 2 წლის ნაწილი ნახევარს, მას არაფერი გავს ნასწავლი არ აქვს, ამიტომაც ის ვარდება აუტისტურ ქცევაში. აი ესეთი საინტერესო რაღაცები შეიძლება გვითხრას ევოლუციური მიდგომა, თუ კი ამ ესე იგი დასმულ კითხვებს შევხედავთ ევოლუციური პერსპექტივიდან. ეხლა არის ნეგატიური ამ სალექციო კურსში, რაც თქვენ შეიძლება ასევე მიიღოთ მარტო პოზიტიური არ, ხო, ასევე შეიძლება მიიღოთ ნეგატიური მხარე ამ ლექციის. ნეგატიური მხარე რა არის, რომ თქვენ ამის მერე შეიძლება აღარ იყოს ძალიან სერიოზული. ანუ ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულად აღარ შეხედოთ ტრადიციებს, ძალიან სერიოზულად აღარ შეხედოთ წესებს, ძალიან სერიოზულად აღარ შეხედოთ სიყვარულს, ყოველთვის კარგი არ არის სხვა შორის. თქვენ უფრო მეტი იცით იმის შესახებ, რაც არ იცით, ვიდრე მანამდე იცოდით, ანუ თქვენი წარმოდგენები და თვალსაჩინო გაფართოვდა, შესაბამისად უფრო მეტი შეხება გაქვთ იმასთან, რაც არ იცოდით, ვიდრე მანამდე. და შეიძლება რაც ყველაზე ცუდია ამ ლექციების შედეგებიდან შეიძლება გაგიჩნდეთ აღმატებულობის წარმოდგენა, შეგრძნება, იმიტომ რომ რაღაცები იცით იმაზე უფრო მეტი, ვისაც ეს სალექციო კურსი არ მოусმენა, მაგალითად იცით რა უდევს საფუძვლად იმას დასაფლავებას რა უდევს საფუძვლად მონოზნობას იცით, რატომ გახდა ქრისტიანობა მსოფლიო რელიგია. მაგრამ ეს არანაირად არ არის სწორი, თქვენ რა თქმა უნდა ეს დაგეხმარებათ გაიგოთ ბევრი რაღაცა და ესეთ ევოლუციური მიდგომით რაღაცაზე პასუხი მოძებნოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ამითი დაუპირისპირდეთ საზოგადოებას. ეს სალექციო კურსი და ასევე ევოლუციური მიდგომა ეს არის ინტელექტუალური ექსპერიმენტი და ინტელექტუალური ექსპერიმენტი ყოველთვის გეხმარება თქვენ უფრო არა მარტო ადვილად შეხედოთ ცხოვრებას, არამედ ამავდროულად უფრო რაღაცა კითხვებზე ნახოთ პასუხები. შეიძლება ეს იყოს, რომ ძალიან სერიოზულად არ შეხედოთ იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება და პირიქით შეხედოთ უფრო შემწყნარებლურად, ვიდრე ამას აქამდე უყურებთ. მაგალითად, თუ იცით, რომ რაღაცა ტრადიცია არის რაღაცა სისულელე, როგორც ხშირად ამბობენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, არამედ ეს არის ძალიან დიდი ხნის ქცევის შედეგად ჩამოყალიბებული, სადღაც 30000 შეიძლება 500000 წლის ქცევის შედეგად ჩამოყალიბებული. ამ ტრადიციას შეხედოთ უფრო ადვილად, უფრო მარტივად, იმიტომ რომ იტყვით, რომ ხო, ადამიანი ესეთი აღარ უნდა ქნა, ხო, თქვენ მედემას ვერ შეცვლით. და თავარი რაც არის, ანუ ეს სალექციო კურსი და ის ცოდნა, რომელიც მან შეიძინეთ და კონსტრუქციის კონსტრუირება, რომელიც მოახდინეთ საკუთარ თავში, ამ სალექციო კურსის შედეგად უბრალოდ თქვენ უფრო მეც სწავლობთ ამით იმის შესახებ, რაც კიდევ უნდა ისწავლოთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებაში. აი სულ პრინციპში ეს მინდოდა მეთქვა, იმედი მაქვს, რომ საინტერესო სალექციო კურსი იყო და იმედი მაქვს, რომ თქვენ შეძლებთ აი ამ სალექციო კურსით გამოყენება, ამ სალექციო კურსით მიღებული ცოდნის და კონსტრუირებული ცოდნის გამოყენებას თქვენ შემდგომ ცხოვრებაში, თქვენ სპეციალობის არჩევაში, თქვენს ურთიერთობაში, როგორც თქვენ თანამშრომლებთან, ასევე ზოგადად სოციალურ სისტემაში ურთიერთობაში, გისურვებთ წარმატებას.